ჩემი აზრით ზოგადად კონფერენციაზე ის არის, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, რომლის ხალხი არ ყოფილა და ისნაირად თუ არა მე არ ვიცი, რომ ორი ერის ისტორიაში არ არის ფენომენი, რომელიც ვიდრე ქართველი და ებრაელების შორის ურთიერთობა. და ქართველი და ებრაელთა ურთიერთობის ყველა ასპექტი შესწავლილი არ არის. ამის გამო ჩემს მიერ უნივერსიტეტის განათლებული არქივი მისცემს საფუძველს მომავალ მეცნიერებს, რომ მათ შეისწავლონ ეს საკითხი ჩვენი ურთიერთობებისა. დღეს მსოფლიოში ყველა ცნობილია, რომ ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობა არის ფენომენი, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. არ არის ორი ერი მსოფლიოში, რომელსაც უყვარდეს ერთი მეორე, როგორც ჩვენ. ფაქტი მე ვარ მოხუცებული კაცი 58-ია წავედი საქართველოდან, მაგრამ დღემდე ჩემი სიყვარული არ განადგურდა. და მე ვარ საქართველოს შვილი. აღვნიშნე ჩემს სიტყვაში და ვამბობ ეხლა, რომ ჩემი ფესვები აქედან არის. და თუ ფესვები არ ახსეს, ის ხმება. რამდენი ფოთლებით არ უნდა გქონდეს, რამდენი ყვავილით არ უნდა გქონდეს და როგორ ხილსაც არ იმავდეს, ის დახმება. ჩემი ფესვები აქედან არის და ეს მიხარია. ამიტომ გაუმარჯოს ქართველებს, გაუმარჯოს საქართველოს, მისცეს ღმერთმამას წარმატება და ჩვენ ერთად ისრაელებთან ერთად ხელიქებს ჩაგიდებული აღმოჩენებინოს ჩვენი ხალხების მომავალი. მე არ ვიცი რამდენი ხანს ვუწევს კიდევ, მაგრამ ერთი რამ მინდა მოვესწრო იმას, რომ ჩვენი ხალხები ორივე იქნება თავისუფალი, მშვიდობით, ძმურად იმოწევენ ერთად და შექმნიან ჩვენი ახალგაზრდობის თაობების მომავალს, კარგ მომავალს. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა.